მთელი ბავშვობა აქ გვაქვს გატარებული ამ მონასტერში. მთელი ჩვენი შეგნებული ბავშვობა რაც გვაქვს ყველაფერი უკავშირდება ამ დიდებულ ადგილს. ერთმანეთს წლები ვიყავით სტიქაროსნები რო გავხდით და 19 წლამდე ერთგულად ვემსახურეთ ილია მართლის მამათა მონასტერს. ეხლა კიდევ ერთ მონასტერია, მაგრამ ჩვენ დროს იყო მამათა მონასტერი. პატრიარქი რომ მომზადებოდა ხომ სულ კითხულობდა რომ ვინებიულიან ამასო და კი ბატონო, ჩვენ ორი ბავშვი. რამდენი ისტორია გვაქვს, თუნდაც ახალისო, თუნდაც ისე ჩვეულებრივი, ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს ამ ადგილთან გასახსენებელი. საგურამოში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ვიცხოვრეთ 19 წლამდე და შემდეგ სკოლა რო დავამთავრეთ. წავედით თბილისში, რადგან იმ პერიოდის საგურამოში არ იყო არაფერი ისეთი თვითრეალიზაციის შანსი და მაგის გამო გადავწყვიტეთ, რომ უნდა წავსულიყავით თბილისში და რა თქმა უნდა თავის დროზე ვაპირებთ, რომ უკან დავბრუნდეთ. გახსოვს საბრიოს ერთხელ პატრიარქი რო მობძანებული სამეუფეო ზარებს ხო შენ რეკავდი ყოველთვის. ერთხელ დაგვავიწყდა შენი გაფრთხილება. ნუ პატრიარქი წაბძანდა უკვე და კიდე რეკა და რო აღარაზოს აღარ გაჩენდი, ამოდის რომელიღაც სტიქაროსანი და თურმე ერთი ის ჩამოვარდნა. არა, ეგ აღდგომის ღამეს იყო. ისო გამიჭრა. ისო გამიხეთქა, რა ქვია, თითი და სისხლი რო გამდიოდა. აღდგომის ღამეს იყო და მაგდროს სხვა შეიძლება მაგის გაჩერება, ანუ დასრულდეს. სანამ ლიტანიობაა და ხო მე მახსოვდი რომ აფსოსო პატრიარქი სადაც ცხედაში იყო და პატრიარქი ხო მაშინ ხო და ვიყურები კიდევ ვერ ხედავ რა ხდება ასე ვიყურებ, მაგრამ აქ უკვე ტრაპეზი წავიდე და მე კიდე ეს ტრაპეზის ფონზე სამეუფეო ზარებს რეკავდი. შევიდეთ ეკლესიაშიც. ეხლა ეს მოხატვაროდ დაიწყო მაშინ. რა კარგი ტრაპეზებს უმზადებდით. ხატვრებს. ეს არის ჩვენი წმინდა ილია მართლის დედათა მონასტერი. ნუ ჩვენ სადროს იყო მამათა მონასტერი. ძალიან ბევრი ისტორია გვაკავშირებს ამ კედლებთან. ჩვენ თვითონ პატარები ვიყავით. ვერც ხვდები მამაო რომ გვეტყოდა ხომ საჭმელი მომამზადეთ და გახსოვს იმ რა ქვია იმ გასთან პატარა ტაბურეტებს ვიდავდით ხომ ვერ წვდებოდით, მაგრამ მამაო ამით გავხნევდა რომ ყველაზე გემრიელი საჭმელი ჩვენ ვაკეთებდით, მაგრამ აი ვირა იცის ვაკეთებდით, მაგრამ სამაგეროდ ეს ძალიან დიდი мотиваცია იყო რომ კიდე და კიდე ლოგიკურადაც ახლა 11 წლის ბავშვი რო ახლა ისეთ საჭმელს ვერ მოამზადებს ახლა მაგრამ თან რამდენი ადამიანზე რამდენი 20 კაცი კი მომზადები ეზოშმუშები აქ ხატვრები რა ვიცი კარგი იყო ეს უკალობდით მამაოსო უკალობდით ხოლმე ისპოლაეთ დესპოტას არა არის გალობოთ ეს სამეუფეო ის არის საგალობელი ჩვენი ხატი პირველად რო ხატი შემოვწირეთ ალბათ იქ არის ისე კელიაში იმას სატრაპეზოში შეიძლება რაღაც ესეთი ხატი მახსოვს შეიძლება თან მაშინ ვისწავლეთ ეს ძველ ქართული თორე მაშინ არ გაძნევდა მამაო აღსარების ჩაბარების უფლებას თუ ძველ ქართული არ იცოდა და კი ჩემ ბავშვურად მაშინ ვაპროტესტებდი რომ რატო საჭიროა მაგრამ რეალურად მართალია რომ შემოდიხარ ეკლესიაში ალბომივით არ უნდა უყურო ფრესკებს და მინიმუმ უნდა იცოდე და წაიკითხო სახარება რამეჯერა გადაწერილი ძველ ქართულად ახსარება სახარება ყველაფერს მაგრამ სამაგიეროდ სახარება რავი დაახლოებით 80 წლის ქალებმა და კაცებმა ისწავლეს იმიტომ რომ ვერ ჩააბარებდი ახსარებას დაახლოებით 1-4 ხუჯერ მახსოვს მე რომ სახარება უკვე დაწერილი სრულად მე არ ზოგადად ეს სრულად და ზუსტად არ მახსოვს უბრალოდ რა იმაში ზენონიაში წერით ხოლმე რეოლებში მე წარმოგიდგენია მე გაზიარებ
არა რო გავიგეთ რომ ეკლესიის გახსნა და 11 წლის ბავშვები და რა არის ეს ეკლესიის გახსნა არა ეკლესიის გახსნაზე არ ყოფილვარ ჩვენ ანიკო რობადიო და ეკლესიის გახსნის დღესაც აქ ვიყავი ჩვენ მე არ ვიყავი შენ თუ არ იყავი მე ვიყავი ყოველ შემთხვევაში ეკლესიის მე არ ყოფილი არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში არა ანუ არ ყოფილი მე უფეთადეოზმა და იმან რო აკურთხეს ერთი რას ქვია არ იყავი ხო კი შტერის და მაინც გამალანძღია თავი ახლა კი ვიყავით კი ხო 11 წლისები ვიყავი და ეკლესიის გახსნა გვაინტერესებს რა ეკლესიის გახსნა ხედავთ ხალხი მოდის ჩვენ წამოვიყვანა მეზობელმა და იმის მერე რომ დავიწყეთ ერთ თვეშივე გამოვიდა მამაო და თქვენ ანა მარია იყო ესეთი მრევლი და იმას კურთხევა მიცა რომ ის არისო უყიდიო სტიქრებს და ჩვენ ვერ მივხვდით ანუ რა იყო სტიქრა და ცოტა დავიძაბეთ და ბავშვები ბევრი იყო და ესე ისახნა რომ გამოდითო ცოტა წინა და ახსოვს რომ ვიმოსებოდით მაგრამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა ჩვენ ცხოვრებაზე რა თქმა უნდა დადებითად გავიზარდეთ როგორც პიროვნულად ისე ადამიანურად და მართლა რომ ვფიქრობ რომ ეს რო არა ნუ არ ვიცი ხო არ ვიცი როგორ წარიმართებოდა ჩვენი კი ბატონო ძალიან დიდი გავლენა კი რომ უდიდესი გავლენა კი ამდენად მოახდინა ამ კონკრეტულად ამ მონასტერმა იმიტომ რომ ალბათ ჩვენ ეს მონასტერი არის ჩვენი სულიერი სამშობიარო რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ აქ შევიგზენით პირველად ღმერთი ეკლესია და საპატრიარქოდან მამაოს რო აგზავნიდნენ ეუბნებოდა რომ იქ დაგხვდებათ ტყუპები ბანცურები და ნუ ერთი მამაო მოდის რომელიღაც მამაო მოდის და ერის ცხოვრებაში იყო ბოქსიორი და ისე გააფრთხილეს საპატრიარქოში იქ ორი ძმა დაგხვდებაო ისეთიო რომ თუ იმათო თავის იმაში მოგაწყვდიესო всё ანუ დამთავრდაო რა რომ მოდის და კითხულობს ვინ არის ბანცურები ჩვენ უკვე ველაპარაკობთ ჯერ უფიქრია რომ ერის კაცობაში რაც არ მიჭხობიო ეკლესიაში რომ გონდა მიჭხობო და გადმოვიდა მამაო როგორ მახსოვს აი მე მგონი იმ კარებიდან და კითხულობს სად არიანო ის ბიჭები რაღაცა გონი ვართ რაღაცა დიდი ვიღაცა პატარები ორი ამხელა და უთხრა მეორე მამაო აიო მამაო ესენი არიან არა ბანცურებიო რო იქ სად არიან ის ბიჭები ჩვენ ერთმანეთს უყურებთ იმიტომ ჩვენ ავართ ერთი და დანარჩენი მორჩილები არიან და ნუ ჩვენც მორჩილებას გავდივდით რა თქმა უნდა მაგრამ ხო და მე რო თქვა ბანცურები და მე მამაოსაც შეუდრა ვინ არის ის ბიჭები სად არის ბანცური ჩვენ ვართ მამაო ბანცურები და ორი ამხელა ბიჭი მაგრამ მერე კი აფრთხილებდნენ კაცს და რა იქ ჩვენ დავჭირდა წავიდა რამდენი იყო ეს მე რა მიდიოდნენ ჩვენ ვიყავით მყარად კი ბატონო მაგრამ უბრალოდ სკოლა რო დავამთავრე თბილისში გადავედით მაგიტო უკვე ვეღარ არა უფრო თავის გამართლება აღარ შევძენით თორე ხა შეიძლება ჩახვიდე ჩამოხვიდე მაგრამ რაც იყო მართლა კარგი იყო და სახალისო არა მარტო ჩვენთვის და მე ვფიქრობ რომ ჩვენც ძალიან ბევრი აქ მოსული ადამიანი ცოტა მორჩილი ვინც მოდიოდა ხო მახსოვს მამაო ეუბნებოდა რომ ან ტყუპებს მიაბარეთ და ცხონება თუ გინდა თუ ანუ ამათ სკოლას თუ გაივითო ცხონება უკვე იმიტომ რომ ჯოჯოხეთი გავლილი გექნებოდა ასე რომ ცხონება უკვე გარანტირებული იმიტომ რომ არ ვიყავით მარტივები ბავშვობაში კი როგორ არა ჩხუბობდით მაშინ უნდა და ჩხუბით არა ეხლა რა ჩხუბით კი არა მე ტრაპეზარი მე ვიქნები, არა მე დღეს ამას ვიზავ, არა მე დღეს იმას ვიზავ. როგორ? არა, ერთმანეთს არ ვუთმობდით ნამდვილად. ხო, ერთხელ მახსოვს, აი ყველაზე ისე, სადღაც მივყავართ, მამას გახსოვს და ანუ ორიდან ერთ-ერთინა წავსულიყავით და მე როგორც ჩემთვის ის ბეყოდნენ წავიდოდი, არ მოვიდო და არა. და მე ვეუნები მამაო წამიყვანე, მამაო მე და კარგიო შენს მოდიხარო. გაბრიელე თუ შეიძლება ანუ მიქაელ თუ შეიძლება დაჯექი მანქანაშიო დავჯექი და გაბრიელე თუ შეიძლება კარტაში ჩაუჯექიო. ონთან დიდი გზაზე ძალიან დიდი გზაზე მივდიოდით როგორც მახსოვს და ცოტა მიწიში მოხდა. ნამდვილად ბინანე და საერთოდ არ მეთქვა იმიტომ რომ გაბრიელი ამ გზაზე როგორ დავიღალე სპეციალურად ეს შეიძლება რომ ფეხები მდგენოდა მაგრამ იმის მერე შენ მაინამ დაგუყვა თორე მე რა შუაში ვიყავ. მიცერცოთი აი ესეთი იყო ჩვენი ეკლესიური ცხოვრება გაბრიელ რაც გავიხსენდა ბევრი რაღაცა რაც ვერ გავიხსენეთ კი რომ შეუძლებელია ამდენი წლის ერთ ვიდეოში ჩატიო ის ემოციები ის განცდები და ყველა
გაბრიელ, როგორც ჩვენ მაყურებელს ვუთხარით, უკვე ვართ საგურამოში და ვესტუმრეთ Baker Bros. და დღეს მივირთვეთ დავაგემოვნეთ ნომერ პირველ აჭარულ ხაჭაპურს. და როგორც ვიცი, კიდე პიცა პეპერონი უნდა გავსიჯოთ უგემრიელესი. კი ბატონო, პიცა პეპერონი. ასე რომ წავედ. მიხაილ თამაში იცი? ნუ შენ მაინც მოგიგე ყოველ შემთხვევაში. აი, ნახოთ, აბა. 1-0. ძალიან კარგად. ეს ჩემი ბრალი არ იყო, შენ დამირტყი ცუდად. ცუდად რა, ახლა თუ არ იცი თამაში, ნუ გამაცდენ რა. 2-0. 2-0 არა. წესიერა, დამი რანაირად ვე. წესიერა თუ დაგირტყი ეგრე ხოჯო. აბა რა არის ეს? რა არის და ეგ არის თამაში თორე, აბა წესიერა დარტყმა რა. საჯასდიერ. ეხა რა. ისე უნდა და წესიერა, დამირტყი. წესიერა დარტყმა რა შეიძლება. უნდა აბა რა არის? რომ შტერი ხაჭი. ეს არის თამაში ვიციო? შენ მოგიგებთ, გოგითხარი, მაგრამ არ მირტყავს ეს. 12-0-ია უკვე და 12 არა, 14. არ მინდა ეგ. ფეხბურთი რო ვითამაშოთ? არა. რატო, დაიღალე? არ მინდა, რა თქმა ფეხბურთი. არ მინდა ფეხბურთი. დაიღალე? არ დაუღლივა საერთოდ. აბა, არის არაფრის თამაში შენ არის. მოდი ვითამაშოთ, აქ მოგიგე. მოდი ახლა ფეხბურთში ვცადოთ, ბედი არ გინდა? არა. არის თამაში. აგაც ვერ მომიგი, იმიტომ რომ ისე ურტყავდი, ისე უნდა დაურტყო, რომ ვერ ისაკრე. მოწინააღმდეგე შეუშალო ხელი, აბა რა თქმა უნდა, აბა თუ ისე გირტყი რომ კარგად ისა, აბა როგორ გამო. ხო, მაგრამ ეს ხილი ესე ისაკრე აქნიო, აქეთ გიჟივით. აბა როგორ ნახნიო? წესიერად. არა, როგორც მინახე, ეგრე არ თამაშობენ. თამაში ეგ არის, ახლა თუ ისე ურტყი, აბა ვერ მოიგებ ვერას დროს. ძალიან კარგად მოიგებ. ფეხბურთის სტადიონზე გეპატიჟები თუ გინდა. არ მინდა, მადლობა. ფეხბურთის სტადიონზე მეპატიჟება. აი მოდი ჩვენ აი აქ დავსხდეთ. ლაპარაკო. ერთი Baker Bros-ი. ძალიან მადის აღვზრელად გამოიყურება. აბა რა. საჭარული ხაჭაპური. იცი ჭამის ის თუ ამასაც დანიჭან იტაპირებ ჭამას. არა. ამას ეს როგორც ვიცი, ესე უნდა აურიო. კი. კარგად უნდა მოურიო. კარგად მიხა ესენი არ მინდა. ოხ, როგორც პინგ-პონგის თამაში. რა ის აჭარა ჩამოდი საგურამოში და ესტუმრე Baker Bros. სასწაულია. გაბრიელ, ისე ჭამე რომ პირი არაც კაპუნო რა. ხრაშახრუში უნდა ისმოდეს. რატო უნდა ისმოდეს ხრაშახრუში? იმიტომ რომ გამრიელიანა ჩემი დარბილდა? ისეთი გემრიელია რომ ეხლა შენთან ლაპარაკი ნამდვილად არ მინდა დრო გავიყვანო რა. ორასუნი მოიტანა. ისეთი სუნია. ეხლა იმედია ნაჭერი შეხვდება, ხო? და აჭარულივით არ გადაკეცავ პირდაპირ. შენ დამელო შენი ლაპარაკე და მე გემრიელი. წეღარ რომ ლაპარაკობდი, ამესაც ლაპარაკობდი. ეხლა კიდე რომ ვილაპარაკო, რომ ეს გემრიელი პიცა სულ შენ შეხვდეს? კი. მაჰა. გაწყვიტე, გაბრიელ, გაწყვიტე. რა იყო? გაბრიელ, ეს უკან აღარ მიაქვს და ნელა ჭამე. მარტი მისაწლას. არ საჭაროა საწლას არაპირებ და არავი. თქვი რა ნატურად იქნე მიაგის რო დაღადაგჭეს ის შევერა მისულე მე რა ნატურებიც მაქვს. არა, ნატრები არა მაქვს იდეაში.
მიზნები და გეგმები თორე ნატურა არ უცხო მქონდა. და მიზანი რა გაქვს? როგორ? მიზანი. მიზანი რამა აქვს. მიზანი მაქვს მინდა ძალიან დიდი რეზორტი მქონდეს მრავალფუნქციონალური. აჰა, და საათეს. როგორ? საათ. ეს არის ორი ლოკაცია, საგურამოში ან კახეთში. ლაგოდეხში კი. საგურამოსთან ახლოს რო არჩიო. საგურამოსთან ახლოს არის საგურამოში ან კახეთში. დავით, ვიდეოს ვიღებ და დაგირეკავ თუ ძალიან აქცენტის. არა. თუ ძალიან აქცალია. რა არის? შენმა ტელეფონი ზარბოთ და გავაკეთე კადრი. რა გავაკეთე? ეთქობა შენ არ ხარ ხალხისთვის საჭირო პერსონა და მაგით ვადგირეკავე. შენ ყველგან ისაკი არაფერი მოამბეობ შენ და მიახსენო მასე ხარ შენ ყველგან უნდა ჩამოწვიე. Once in a while I